მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ზოად გეიმინგი და გიბრუნებით მორიგი Brawl Stars-ის ვიდეოთი და როგორც ხედავთ, ავიყვანე ბაზლაითერი 30 რანგზე, ანუ ძველი რანკებით 30 რანგზე და დღევანდელი რანკებით უკვე ნამდვილად გავმაქსე, ანუ ნამდვილად რას ქვია. როცა ეს ბროულერი გამოვიდა ეწერა ისე რაც Max Tier, მაგრამ არ იყო გამაქსული დაზებზე და მე შევძელი და გავმაქსე ეს ბროულერი, სიმართლე გითხრათ არ გამჭირვებია. აი განახებთ ხა 800-1000-ის შემდეგ მაგ ორი ხელი წაგებული. აი ნახეთ. აი უყურეთ, მოიჭესა და ის ერთი ხელი მე-6 ადგილზე აგერ ერთი ხელი და ბოლოს წინა იქნება მე მგონი მეორე ხელი. არა, ბოლოს წინა არ არის. და დღეს გვექნება განხილვა თუ როგორ ავიყვანეთ 30 რანგზე, ანუ როგორ გავმაქსეთ დღევანდელ პერიოდში თაიერები გვექნება ორი მეჩი, ორი უმაგრესი მეჩი, ცოტა კემპერობა, ცოტა მაგარი პლეი და რაღაცეები და სანამ პირველ მეჩზე გადავიდოდეთ, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ეხლა კი გადავინაცვლოთ პირველ მეჩს, ასე გადმოვინაცვლეთ ჩვენს პირველ მეჩზე და გვერდზე დაგვისმა უნდა ბიბი, ამ ბიბის ამ ორ power cubes დავუთმობ, იმიტომ რომ არ ასე ვთქვათ, არ ვრაშავდი რა, ანუ ცოტა მეშინოდა, ცოტა ნერვიულობდი, იმიტომ რომ მეორე რანკ 25-ია, რანკ 25 კაი ახლა სიმღავდა. მეორე რანკ 30-ია ჩემთვის, პირველი შელი იყო, ოღონდ ამ აკაუნტზე არა, ადრე აკაუნტი მქონდა 4000-იანი, Squad Master შელი როცა გამოვიდა, გამომაქსე დავიყვანე 30 რანგზე, მაშინ YouTube არ მქონდა. ნერვიულობდი ცოტას თან რაშვითაც არ ვრაშავდი და გამიმარტივდა, ძალიან გამიმარტივდა ამის 30 რანგზე აკაჩვა და მე გირჩევთ რომ თქვენ საკაჩოთ 30 რანგზე და სამი რეჟიმი აქვს ამ ბრაულერს, სამივე უმაგრესი, მაგრამ თითქმის ყველა 30 რანგზე ვინც კაჩავს, ასე ვთქვათ 750-1000-ის მერე რა, თითქმის ყველას აქვს აი ეს ლურჯი რეჟიმი და ამიტომ ეს ლურჯი რეჟიმი დავიყენე. ლურჯი რეჟიმის მერე მე მგონი ყველაზე კაი მწვანეა, იმიტომ რომ ცოტა long range აქვს, ყველაზე long range ამას აქვს. და თან ესეც კაია, იმიტომ რომ როცა ნერვებს უშლი რა ბრაულერს, როცა გაარტყამ ცეცხლი ეკიდება ბრაულერს რა და ნერვები გეშლება, მე ასე ვარ, სხვა არ ვიცი. ძალიან მეშლება ნერვები, ეხლა ამ შელი დამიშვა და ძალიან კაი გადარჩენა იყო. აქ ზევით გავჩეხე, მაგრამ ბიბი რო ყოფილა ვერ მოვარტყი და ეხლა ეს ბიბი მიგამომივარდება სამწუხაროდ და მომკლავს ძალიან ცუდად, აქ კი გადაურჩი, მაგრამ პირველი სუპერი რო გამერტყა, მოუკლავდი ეგრევე. კაი, ეხლა გადავინაცვლოთ მეორე და საბოლოო მეჩზე, მეორე უფრო მაგარია, ბოლოსკენ მონახეთ რა, მაგრამ ესეც ასე გადმოვედი ჩვენს მეორე და საბოლოო მეჩზე, ქვევიდან დაგვისპა უნდა ჩოკუნია პაიპერი, ამ ჩოკო პაიპერს არ გაურაშავ, როგორც სწორად მახსოვს. აქ კემპერობ, რა არის ი? სხვები რო კემპერობენ არ მომწონს და მე როცა ვკემპერობ, მომწონს რა. მომწონს რა უკეთესია ბრაულერის საკაჩად, როცა საკემპერო დრო იქნება, უნდა იკემპერო, როცა გარაშვის დრო იქნება, უნდა გარაშო და ასე რა. და ამ ბრაულერზე ერთი რაღაცა უნდა ვქვა. როცა კემპერობთ, სანამ არ შეგაწუხებენ, არ შეაწუხოთ. რას ვამბობ? სანამ თქვენ არ გაგჩექავენ, სიტყვაზე crow 3 ტყვია ხო აქ? ისეთ პოზიციაზე დადექით, რომ crow 1 ტყვია გაგარტყათ, სამი რო გაგარტყათ უკვე შარში იქნებით. სანამ არ შეგაწუხებენ, არ შეაწუხოთ, სანამ არ გესვრიან, არ ესროლთ, იმიტომ რომ ზოგმა აუტოემი ვიცით, მეც აუტოემი ვიცი, აუტოემის გასმა მოვიცი და როცა აუტოემს სპამავდი, მესროდნენ აქეთ და კილნაღამ კლავდნენ, კილნაღამ, არასდროს არ მოუკლია ვერ ესე, მაგრამ სიკვდილის პირას ვიყავი, ასე ვთქვათ. ეხლა აქ ზევით არის ბაზ ლაითიარი. ძალიან ცუდად ესროლა ბაზ ლაითიარმა, ზევით რო აი ბაზ ლაითიარმა სურჯს, ეს სურჯმა, ამ სურჯმა გაურაშა ეხლა ზევით მეორე ბაზ ლაითერს
ნახეთ როგორც გითხარით ამასაც ლურჯი რაღაცა აქვს რა არ ვიცი ზუსტად რა ქვია ამას ნუ ამოს ძალიან მაგრამ უკალავ ხა ბოლოში ნახეთ ნუ ამასაც ლურჯი რაღაცა აქვს ნახეთ აი ლურჯი რაღაცა აქვს და ეხლა უბრალოდ ეს ლურჯი მოკლათ მე გადმომიხდება მაგრამ მაგარი ნუბობა რაღაცა შეიძლება რადგან მე გადმომიხდა და ეხლა ნახეთ ძალიან მაგარი მომენტი აი ასეთი მომენტი ვიცი ხალხო რა კარგი მეგობრებო დღეისათვის სულ ეს იყო იმედია მოგიწონათ ვიდეო იმედია დალაიქებთ გამოიწერთ არხს და მაგარგად მომავალ შეხვედრამდე